უკრაინული რადას დეპუტატი ანდრეი შევჩენკო საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის საუბარია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართველი დამკვირვებლების დაბლოკვაზე. შევჩენკოს იმედი აქვს, რომ მსგავსი პრობლემები მეორე ტურის დროს აღარ შეიქმნება. კიევში დაიწყო მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. თუ გაიმარჯვებს იანუკოვიჩი, ეს იქნება გზა მოსკოვისკენ. ექსპერტების აზრით, არჩევნების ნებისმიერი შედეგების შემთხვევაში თბილისსა და კიევს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა თუ იანუკოვიჩი გამარჯვებას მოიპოვებს, ეს იქნება მეგობრობა საბჭოთა უკრაინასთან. დარწმუნებული ვარ, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება. იულია ტიმოშენკო როგორც პრეზიდენტი არ დაუშვებს ამას. იანუკოვიჩი კი არის უკრაინის მეხუთე კოლონო, რომელიც აცხადებდა, რომ უკრაინამ უნდა უსწნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი ადასტურებს მის ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის შესვლას, იმისათვის რომ მოსკოვს ასიამოვნონ. ჩვენ დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც იულია ტიმოშენკოს უჭერთ მხარს, არაფერი გვაქვს ადარდებელი, რადგან ამ არჩევნებს მოვიგებთ. უკრაინა და საქართველო იქნებიან მეგობრები, მეგობრობა სხვადასხვაგვარად შეიძლება. იანუკოვიჩისთვის ეს იქნება მეგობრობა საბჭოთა უკრაინასა და საბჭოთა საქართველოს შორის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ტიმოშენკოსთვის კი ეს იქნება ორი დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს მეგობრობა. ამიტომ აქ დიდი განსხვავებაა. იანუკოვიჩი სურს, რომ შავი ზღვის ფლოტი დარჩეს უკრაინაში. ტიმოშენკოს კი მათი უკრაინიდან გასვლა სურს. მე როგორც უკრაინელს ძალიან მწვენია და მსურს უკრაინის სახელით ბოდიში მოუხადო საქართველოს, რომ ქართულ დამკვირვებლებს სრულყოფილი მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ქართველები შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი გახდნენ. მომავალში ეს არ უნდა განმეორდეს.